თუ ვინმე ამჟღავნებს ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ანუ ბოლო 2 წელი არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ სიძულვილის ენას, სიძულვილის ენით საუბრობს, იწყევლება, იგინება, უზრდელობს. ეს არის ქართული ოცნების წარმომადგენლები. ქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, სულ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო გამოსვლა, ხო? ერთ-ერთი დეპუტატის თეა წულუკიანის, რომელიც არ ვიცი რა სიტყვებს აუბრობდა, ჯერ რეები ისაუბრა, პოლიციელებს რა მიმართვა გაუკეთეთ, ისე გალახეთ ხალხი, რომ ვიდეოზე მაინც არ გადაგიღონო. ანუ ეს ადამიანები არიან, შემდგომ ამათი შექმნილი ტროლები, ამათი შექმნილი ეს რაღაცა ქარხნები, ფეიქ გვერდები, სალანძღავები, სადაც აი ყოველდღიურად მიდის, აი პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანების შეურაცხყოფა. ეს არის ქართული ოცნების ხელწერა. თავიდან ბოლომდე აი მთელი სიძულვილის კორიანტელი, რაც ამ ქვეყანაში არის დატრიალებული, ეს არის ქართული ოცნებიდან წამოსული სიძულვილის კორიანტელი. შესაბამისად, ეხა რა ფუნქცია აქვს გენერალ კოორდინატორ დინარაძეს და ამ ადამიანს და ამ უწყებას, რომელიც ჩვენ ვნახეთ და დღეს დაგვანახეს ადამიანი, ვინც იქნება ახალი ნათია მოგელაძე, რომელიც ეხა ამ შემთხვევაში გააკონტროლებს ადამიანების პოსტებს. სადამდე მივა, როგორ განვითარდება, რა პრეცედენტები შეიქმნება, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ის რომ ქართულ ოცნებას იმ ჩაფლავებული პოლიტიკის შედეგად, იმ კატასტროფული სოციალური პოლიტიკის შედეგად, იმ კორუფციის შედეგად და იმ ძალადობის შედეგად, რაც გენერირდება, ხო, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების მხრიდან, ამას, ანუ რა უწყებები უნდა შექმნან, რომ ეს ნეგატივი, რაც მათზე არის დაგროვებული, ამას გაუძლონ. ვერაფერი, ანუ მე ვფიქრობ, რომ ამას სადამდე მივა ეს ყველაფერი და სადამდეც მივა ეს ყველაფერი, იქნება ის, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდება სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია, კიდევ უფრო მეტად გაფორმდება ეს უწყება როგორც პოლიტიკური პოლიცია, კიდევ უფრო მეტად გაფორმდება ის, რომ ეს ხალხი არ ემსახურება ამ ქვეყნის ინტერესს, ძირითადად ემსახურება ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ ინტერესებს, ქართული ოცნების კორუფციულ ინტერესებს და ახლა ჩვენ ვნახეთ, ხო? ნახეთ რამოდენიმე დღის წინ, უბრალოდ აპატიოსან ადამიანებს როგორ ექცევიან. ამიტომ რას გააკეთებს, სადამდე დამარხავს საერთოდ ეს უწყება ქართულ ოცნებას. ჩვენ ამის მომსწრეები გავხდებით, იმიტომ რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი რამე მოხდება, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება ეს მდგომარეობა, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ძალადობის თვალსაზრისით. კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს თუნდაც ეს დაწესებულება, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, აქ იქნება შერჩევითი მიდგომები, იმიტომ რომ არ ჭირდება ამ ადამიანებს მაგალითად იმის ახსნა, ან პოლიციის ახსნა, ვინ ანთხევს ამ ქვეყანაში სიძულვილს. ამ ქვეყანაში სიძულვილს აფინანსებს ივანიშვილი, ამ ქვეყანაში სიძულვილს აფინანსებს ქართული ოცნება, აი შავი ფულით ფინანსდება ამ ქვეყანაში სიძულვილი. აბა საიდან ამდენი დასპონსორებული გვერდები. თქვენ ხო ხვდებით რა თანხებზია ეს? ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება საქართველოს მოქალაქეების ლანძღვაზე და გინებაზე და ამას აფინანსებს ივანიშვილი და ამას აფინანსებს ქართული ოცნება. სადამდე წავა შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდე რა ლაფს დაისხავს თავზე. ამას ჩვენ დრო გვაჩვენებს, მაგრამ ერთი რაც დღეს ვნახეთ გენერალ კოორდინატორი, რომლის ფუნქცია არის ამის მონიტორინგი და ვნახეთ ახალი ნათია მოგელაძე, ქართული ოცნების ნათია მოგელაძე დღეს. თუმცა ჩვენი საზოგადოება ძალიან ისეთია, მოქნილი არის ხოლმე ასეთ შემთხვევაში და ხა რაც არ უნდა აუკრძალო მას რაღაც სტატუსებზე, რა სტატუსებისა რა ყოველთვის გამონახავს ფორმას, ისეთ ფორმას, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ დაინახო ეგ დანაშაულში შეიძლება, მაგრამ გაცილებით უფრო მწვავე და მტკივნეული იყოს. აი რა დანაშაულის ნიშანი არის, მაგალითად ძალ ადამიანებს, რომლებმაც სულ რამოდენიმე დღის წინ აი პატიოსან მოქალაქეს ადამიანს ეხა რომელიც ახაც მეგობრისგან გამოვიდა, მიდიოდა სამსახურში, პოლიციელებმა დააჯახეს მანქანა, გადმოუხდნენ, დაუწყეს გინება და ცემა, მერე დაურეკეს თავის კოლეგებს, მოცივდა მთელი გორის სამმართველოს, სამხარეო სამმართველო, ადგილზე იმყოფებოდა ეს ბზიშვილი, სერგი ბზიშვილი, რომელიც არის სამმართველოს უფროსი. მერე ცემეს, რაღაც ძალიან იმაზე მეტი ურტყავდა, რამდენიც დააკავეს. თქვენთან იყო თუ არ ვცდები, ამას წინათ გავიდა ეგ კადრები, პოლიციელები როგორ უღებენ და პოლიციელი მიდის და პანჩურს ურტყავს.
წარმოგიდგენიათ? ანუ პოლიციელი ერთი დგას, უღებს ნაცემ ადამიანს და მეორე პოლიციელი რომ ამან გადაუღოს ეს პანჩურს როგორ ურტყავს, ამას იღებენ თავისი ტელეფონით, ალბათ არქივებენ, ანუ მომავალში რაში გამოიყენებდნენ და რო არა ის საზოგადოების რეაქცია, ეს ადამიანი ნაცემიც ძალიან მაგარი ნაცემიც იქნებოდა. ციხეშიც იქნებოდა გაშვებული, დაბრალებული ექნებოდა ალბათ, რა ვიცი, ლონდონიდან ბომბეიმდე რაღაცა დანასაც ჩაუდებდნენ, იარაღსაც ჩაუდებდნენ, 1000 სიბინძურეს დააბრალებდნენ და ამის შემდგომ, რომ ადამიანებმა მიცენ კრიტიკის რეაქცია, აი ამ ახალმა უწყებამ უნდა დააჯარიმოს ეს ადამიანები. ეს ისეთ უსამართლობის კიდე ახალ ტალღას გააჩენს. მე ვერ ხვდები უბრალოდ ხანდახან ქართულ ოცნება რატო შედის ისეთ პირალში, საიდანაც გამოსასვლელი არ არის. გამოუვალი სიტუაცია არის. ეს არის ისეთი გზა, რომელსაც მიყავს არა მარტო პოლიტიკური დაღუპვისკენ მიყავს ეს ორგანიზაცია, არამედ ეს ადამიანები უბრალოდ რომც მოგინდეს, ვერავინ ვერ დაემალება მართლმსაჯულებას. აი რომ მოგინდეს ეხა მაგალითად როცა შეიცვლება ამ ქვეყანაში და მართლა კანონი იქნება და მართლა სასამართლო იქნება და მართლა პროკურატურა იქნება. აი, როგორ უნდა გამოძვრეს სერგო ბზიშვილი ამ პროცესიდან ადამიანი, რომელიც თავისი თვალით უყურებდა მისი თანამშრომლები, როგორ ძალადობდნენ ადამიანზე. აი, პირდაპირ სახეში წიხლებს ურტყავდნენ, დანაშაულს ჩადიოდნენ ჯგუფურად, გაავებით, გაშმაგებით და ამაზე რეაქცია არ ქონდა. ამისთვის ხო არსებობს ამ სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლები, როდესაც შენ დანაშაულის აღკვეთაში არ იღებ მონაწილეობას, როდესაც ხელს არ უშლი, როდესაც ანუ არ მოუწოდებ კანონის დაცვების, აი როგორ უნდა აცდეს მაგალითად იგივე ბატონი დარახველიძე, რომც არ გინდოდეს, როგორ უნდა აცდეს იმ სიყალბეს, იმ პროცესებში მონაწილეობას, რასაც მარტო ძალოვნები, პროკურორები, მოსამართლეები ამ ქვეყანაში ჩადიან, პატიოსანი, თავისუფალი რაღაც მშრომელი ადამიანების წინააღმდეგ. აი როგორ უნდა ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის პოლიციის მხრიდანაც, მაგრამ საქმე იმაში კი არ არის დანაშაული რომ ხდება, სახელმწიფოს როგორი რეაგირება აქვს ამ დანაშაულზე, იმით ფასდება სახელმწიფოს სიძლიერე და იმით ფასდება მოქმედებს თუ არა, მუშაობს თუ არა კანონი რეალურად სახელმწიფოში. ის რა რეაგირება ჩვენ დავინახეთ სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში იყო ის რომ 6 პოლიციელი დააკავეს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. აქ არ ფიგურებს არსად არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. ან რატომ 6 და რატომ დანარჩენი ადამიანები სად არიან, რომლებიც 10-ზე მეტი მხოლოდ ერთ ეპიზოდში შეიძლება დათვალო, იქ კიდე მეორე ეპიზოდიც იყო, რომელსაც მის მეგობარს რო უსწორდებოდნენ ფიზიკურად, უბრალოდ ის კადრები არ არის რეალურად აღბეჭდილი. რა გვითხრა ამით ქართულმა ოცნებამ ამ 6 პოლიციელის დაკავებით? პირველ რიგში მოდი შევთანხმდეთ და მე მგონი არ ვიცი 100 გამვლელი რო გააჩერო ქუჩაში და კითხვა დაუსვა. ასევე გეტყვის რომ რო არა ის კადრები, ეს ადამიანები არავინ დასჯილი არ იქნებოდა და ესეთი ფაქტები ამ ქვეყანაში ხდება. ასეთი ფაქტები ყოველდღიურად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რა ვიცი, ზუგდიდში, ყველგან ამ სისტემაში არის მოქცეული დღეს. პოლიცია ასე აკეთებს. აი დაელაპარაკეთ ადამიანებს. შეხედეთ გაზრდილ საქმეებს. როგორ არის რაღაცა გამომართლებელი განაჩენი 1%-ია თითქმის ჩამოსული, ხო? 10,000 საქმე არის მარტო ბოლოს 10,000 საქმით მეტი არის აღზრული მაგალითად 2025 წელს ვიდრე 2020 წელს. სტატისტიკა სულ მზარდი არის. ადამიანების პრობაციონერების რიცხვი იზრდება, პატიმრობის რიცხვი იზრდება, გამომართლებელი განაჩენები არ იზრდება. პირიქით იკლებს. წინასწარი პატიმრობების განაჩენები იზრდება, საპროცესოები იზრდება, ყველაფერი იზრდება. იმიტომ რომ შერწყმული არის ეს სისტემა, პოლიცია, ზუსტად ის სქემა დაალაგდა, რაც იყო ადრე. პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, აბსოლუტურად დაუცველი მოქალაქე. ამას ემატება აი პარლამენტში ეს რაღაც აგრესიული დეპუტატების ნაწილი, აი წულუკიანი და ვიღაცეები, ხო, გორდულაძეები, წულუკიანები, სხვადასხვა დეპუტატები, რომლებიც აგრესიულები არიან. და ესენი წახალისებულები არიან, ახლა წულუკიანმა იმ დღეს წახალისა პოლიცია ძალადობისკენ, როდესაც მათ უთხრათ, რომ თქვენ კაიდეთ მამიშვილებო, ისე მაინც მოიქეცით, რომ ის არ გადაგიღონო. ადამიანი, რომელიც რომლის რენომე, რომლის რეპუტაცია იყო სამართლიან ბრძოლასთან, ხო? დაკავშირებული სასამართლოში უნდა რეფორმის გაკეთება, მაგრამ დამარცხდა, ხო? მურუსიძესთან დამარცხდა, ჩინჩალაძესთან დამარცხდა. დღეს ადამიანი, რომელიც ნაცებთან ბრძოლით მოვიდა,
პორტირებულ ნაცებს იცავს პარლამენტში, ხო? აქამდე არის დასული შესაბამისად მთელი სისტემა. ეს არის თავიდან ბოლომდე ძალადობაზე აწყობილი, კორუფციაზე აწყობილი, ფულის მოპარვაზე აწყობილი, ადამიანების დაშინებაზე აწყობილი, შეურაცხყოფაზე აწყობილი. თავიდან ბოლომდე ეს არის იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა და მასთან დაკავშირებულმა კორუმპირებულმა და გაზულუქებულმა ოჯახებმა როგორც საძოვარი, ისე გადაუვარონ ამ ქვეყანას და აი იბალახონ. ფული მოიპარონ, შერჩეთ, რაღაცა ადამიანებზე იძალადონ, შერჩეთ. ეს არის თავიდან ბოლომდე ძალადობაზე არის დაფუძნებული. მაგრამ საქართველოს ისტორიამ და ხელისუფლებების ცვლილებების ისტორიამაც აჩვენა, როდესაც შენ ძალაუფლებას ამყარებ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და მასზე ხდები დამოკიდებული, როგორც შევარდნაძის რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი, ასევე ივანიშვილისაც რეჟიმსაც, ეს აწყობილი ძალადობრივი სისტემა დამარხავს. გარდაუვალი არის ეს პროცესი. დღეს შეერთებული შტატების საელჩომ გავრცელა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ და მათ შორის იმის შესახებ თუ რაზე ესაუბრნენ ისინი ქართულ ოცნებას და აი ესეთი გზავნილი არის შეერთებული შტატებიდან, რომ საჭიროა სტაბილური პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს ოპოზიციის ჩართულობას. ანუ ხაზგასმით არის მინიშნებული, რომ ოპოზიციის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არ უნდა იყოს დევნილი ოპოზიცია ქვეყანაში. თქვენ რა მოიკითხეთ ამ განცხადებაში და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საერთაშორისო წნეხის ფონზე, რომელიც ქვეშაც დღეს ქართული ოცნება იმყოფება, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ევროკავშირის მხრიდან, მათ მოუწევთ უკან დახევა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი თქვა განცხადების ბოლოში რაც წერია, ანუ ბოლო ეს აბზაცები რაც არის, ფაქტობრივად გამოჩნდა არასწორი ნაბიჯები გადადგმული. ხა ყველაფერს ხა ამ შემთხვევაში ხა ის რომ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და ეს ხა ამ ბოლო პერიოდში რაც ამ ურთიერთბრალდებები მიმდინარეობს, ხო, თუნდაც ბატონი სააკაშვილის და ბატონი მელიას ერთმანეთს რასაც ეუნებიან, უბრალოდ უკვე კითხვის ნიშანი ჩნდება ამ პარლამენტში არ შესვლა ეს იყო სიბრიყვის ნიშანი თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო იმისთვის რომ მაგალითად დღეს ამ პარლამენტში არ ყოფილიყო 61 დეპუტატი რომელიც ქართულ ოცნებას აქამდე ვერ მოიყვანდა. უბრალოდ ქართული ოცნება აქამდე ვერ მოვიდოდა. იმხელა წინააღმდეგობა და იმხელა პროცესი იქნებოდა. როდესაც ერთი პარლამენტში იყო ოპოზიცია დიდი რაოდენობით წარმოდგენილი, მაგრამ 24 ვერ შეადარებ. 24-ის და 20-ის მოცემულობას ვერ შეადარებ. 20-ში ქართულმა ოცნებამ მოიგო და 24-ში ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ანუ გაყალბებით მოიგო. დიდი განსხვავება, როგორც ახლა 16-ს ვერ შეადარებ, იმიტომ რომ პირიქით თუ რამე ხმები გაფუჭდა იმ არჩევნებზე ქართული ოცნების მაჟორიტარების ხმები და სხვა ის იყო, მაგრამ ეხა სხვა მოცემულობა იყო და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ერთი ლიდერი ეუნება შენ ჩამოგიყვანეს შეგნებულად და ასახელე ვინ ჩამოგიყვანა, ვინ იყო შეკრული, ეს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ამ თავმჯდომარეს ეუნება, რომ შენ 40 მილიონი გაქვს აღებული რაღაცა დიქტატურაში და არჩევნები გაქვს ჩატარებული. ამის ფონზე, ამ ურთიერთბრალდებების ფონზე, როდესაც ერთმანეთს აბრალებენ თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან, დღეს უკვე კითხვის ნიშნისას დგება ეს გადაწყვეტილება ამ ხალხმა რომ მიიღო, რომ პარლამენტში არ შესულიყო და ბოიკოტში შესულიყო, ეს იყო სიბრიყვე თუ უკვე კარგად დაგეგმილი ქართულ ოცნებასთან დაგეგმილი პროვოკაცია საკუთარი ამომრჩევლის და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისთვისაც დღეს 61 დეპუტატი როგორი მნიშვნელოვანი იქნებოდა, ხო ხვდებით თქვენ, რამხელა ძალა იქნებოდა საქართველოს პარლამენტში და ეს პროცესები გაგრძელდება და ამ განცხადებითაც ის რომ სიტყვაზე ვამბობ, რომ რაღაცა უაზრო თემა თითქოს და რომელიც თვითონვე გააფუჭეს, ხო? ეხა 4 ოქტომბერი თავიდან ბოლომდე რას ემსახურებოდა ქართული ოცნების ამოსუნთქვას, რომ მას საერთაშორისო სივრცეში ის თავისი გაფუჭებული და ის ნაძალადები პროცესი, ხო? სადაც ადამიანები გალახა,
ცემა, სახლებში დახვდა, ტელეფონზე აგინა, დაიჭირა, შეურაცხყოფა მიაყენა, ქალები ცემა, გოგოებს შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ხო, გვახსოვს, გამოდიოდნენ ქალები და ამბობდნენ, რას რეებს ეუნებოდნენ პოლიციელები, ხო, რეებით ემუქრებოდნენ, პატივის და ღირსების შელახვით. ეს ყველაფერი ანახა, რომ იცი რა, აგერ ახო ხედავ, ხანი გადახდნენ, გადმოხდნენ, გადატრიალება, გადმოტრიალება, ეს პროცესი სამწუხაროდ იყო თუ არა სიბრიყო, ან იყო აი გამიზნული, დაფინანსებული პროვოკაცია, ამას გამოჩნდება და ამერიკელებმა ზუსტად ეს თქვეს, რომ არ შეიძლება არ გამოყენება თუნდაც იმ კონსტიტუციური მექანიზმების, რომელიც შენ თუნდაც იგივე მოცემულობაში შენ გაძლევს კონსტიტუციაც და გაძლევს ეს გარემოც, ხო? ან ეს რაღაც ნაჩუქარი თბილისი, ხო, კორუმპირებულ ყალაძეზე ადამიანმა 200,000 ხმით მოიგო მარტო რაც გამოვიდა და რაც არ გამოვიდა, კიდე ოპოზიციის ამომრჩეველი 300,000 იყო. ნაჩუქარი რუსთავი კორუმპირებულ ქართულ ოცნებაზე, ნაჩუქარი ბათუმი. ეს კითხვები არის. შესაბამისად, ამ განცხადებამ ამისთვის გახსნა დისკუსიის სივრცე და ხშირ შემთხვევაში არ არის უხერხული შეცდომების აღიარება. რომ ხვალაც იგივე შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ ჩვენ როგორც ასაც ვატყობთ, ზოგი კიდევ იმ ხაზზეა, რომ რაღაც არჩევნებში არ გავიდეთ და არჩევნებში არ უნდა გახვიდეთ. ქართულმა ოცნებამ რომ ახლა იყო 200,000 ხმა, 28-ში შეიძლება 150,000 ხმაც ვერ აიღოს, ხო თბილისში. სალომეც კი მოუწოდა ყველას რომ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. უნდა მოემზადოს ზალ, ჩვენ ვემზადებით არჩევნები. რომელიც წინააღმდეგი იყო თვითმმართველობის არჩევნებში, სწორია ეს განცხადება, მაგრამ ის განცხადებაც უნდა გაიხსენო და შეცდომების აღიარება მოსულა. არ არის უხერხული, რომ რაღაცა არ გამოგივიდა. შეცდომა იყო 2008 წელს, მაგალითად პარლამენტში არ შესვლა. დღევანდელი გადმოსახედიდან 2008 წლის არჩევნებზე არ შესვლა, იყო შეცდომა. ახალი შეცდომა კიდე 24-ში არ შეიძლება ამ შეცდომების დაშვება. მით უმეტეს, როდესაც შენ ყავს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელსაც ეგ უნდა რომ გააკეთო. უნდა რომ შენ არჩევნებზე არ გახვიდე, უნდა რომ პარლამენტში არ შეხვიდე. უნდა რომ იზოლაციაში იყოს ეს ქვეყანა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყურადღება, დასავლეთის ყურადღება, ეს დისკომფორტი არის ივანიშვილისთვის. მას უნდა ეს ქვეყანა იყოს იზოლირებული, ჩაკეტილი, დაჭაობებული, რომ კარგად ძოვონ, კარგად მოიპარონ. არავინ პასუხისგამცემი არ იყოს. რომ საერთოდ არ აწუხებთ მათ მაგალითად საქართველოს რეპუტაცია კავკასიაში. არ აწუხებთ ის, რომ მაგალითად ქვეყანა, რომელიც იყო ჩემპიონები ვიყავით. ყაზახები ჩვენ გვეხვეწებოდნენ, თურქმენები ჩვენ გვეხვეწებოდნენ, ყირგიზები, უზბეკები, აზერბაიჯანელები, სომხები ევროპასთან, ამერიკელებთან ურთიერთობას. დღეს კობახიძე ეხვეწება ფაშინიანს რაღაცა განცხადებების გაკეთებას და ეხვეწება ალიევს რომ ამერიკასთან დაალაგდეს და ეხვეწება ევროპისა სომხებს რომ დაალაგდეს იმასთან ევროპასთან ურთიერთობა. ეს ხო ჩვენი ღირსების შემლახავი ამბავი არის. როდესაც იყავი წამყვანი ჩემპიონი, ხო გეუბნებით, ჩვენი ეკონომიკა იყო ამ პოლიტიკაზე მიბმული. იმიტომ რომ ჩვენს გარეშე ეს ყველაფერში გადგებოდა, ეკონომიკურ ვაჭრობაში გადგებოდა, სარკინიგზო ყველაფერში გჭირდებოდა ამ ადამიანების, როდესაც შენ იყავი ფანჯარა დასავლურ ცივილიზაციასთან, დასავლურ ბრაზრებთან წვდომისკენ. და დღეს საქართველოს ფუნქცია არის, რომ სასადილოები მოიპაროს, სასადილოები გაქურდონ, იქ ტენდერებიდან ფული მოიპაროს. აგერ წერეთლის რეაბილიტირებული გამზირი, ხო? ჩვენ ხომ ნახეთ რა ხდება, მათ გაკეთებულ საქმეებზე რეები ხდება. იმიტომ რომ ფულია იქიდან მოპარული. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რო იყოს კანონის უზენაესობა, ვერ გაქურდავენ სასადილოებს, ვერ მოიპარავენ ტენდერიდან ფულებს. არ მოხდება არასდროს, რომ ოქროს ზოდები ამოუღო იმაებს, პრემიერ-მინისტრებს, სუსის ხელმძღვანელებს, სუსის მოადგილეებს. საიდან აქვს ახობაძეს ეს ქონება? აი კითხვის ნიშანი, რაზეც არის დაპატიმრებული. საიდან აქვს ახობაძეს ადამიანს, რომელიც, არ ვიცი, არ მგონია, რომ იმაზე მეტ ხელფას იღებდეს, ვიდრე თქვა სხვა ადამიანები იღებდნენ, ხო, ხელფას, ხო? აი, საიდან დააგროვეს მილიონიანი ქონება? რანაირად დააშენეს ეს სასტუმროები? რანაირად იყიდეს რაღაცა აი დიღომში, რაღაცა წარმოუდგენელი ფასები და სიძურის მიწები, როგორ ააშენეს იმაზე სახლები? როგორ ხდება, რომ მაგათი უცებ აღმოჩნდებიან მათი ოჯახის ნათესავები, ყველაზე მდიდრები, ყველაზე ჭკვიანები? შოთა ბერიკაშვილმა რანაირად მოახერხა მას შემდეგ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, რამოდენიმე 10 მილიონი ლარის ტენდერების მოგება. რანაირად იგებენ მაგალითად დეპუტატების სიძეები,
ტენდერებს, ბაღების მშენებლობებზე, რომელიც არ მთავრდება და რომელიც იჭმება და არავის პასუხს არ თხოვენ. რანაირად ხდება, რომ მათი ნათესავები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, რანაირად ხდება, რომ ყველა მაგათი ნათესავი არის დასაქმებული გამგეობებში, ზოგი 3 ადგილას, 4 ადგილას არის გაფორმებული. იმიტომ რომ საძოვარი არის ქართული ოცნებისთვის და ივანიშვილისთვის ეს ქვეყანა არის საძოვარი. და ეს უნდა დაამთავრდეს და უნდა დაამთავრდეს ქართულმა ხალხმა უნდა დაამთავროს. არჩევნებით უნდა დაამთავროს. რამდენად მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნები თქვენთვის? თუ თქვენი პარტია ორიენტირებულია კალენდარულ არჩევნებზე, რომელიც 2028-ში გაიმართება. ვადამდელ არჩევნებს ამ ქვეყანაში აქვს თავისი კონსტიტუციური პროცესი, ხო? ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, პრემიერ-მინისტრმა უნდა მიმართოს პარლამენტს, უნდა უთხრას მენდობი თუ არ მენდობი. პირობითად ვამბობ. პარლამენტმა უნდა უთხრას არ გენდობი. ეხლა ამ ლოგიკაში თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნებას, ანუ ამ ლოგიკაში ამ ნაბიჯს გადადგავს ქართული ოცნება, შესაძლებელი ყველაფერი არის. იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა კობახიძემ უნდა უთხრას პარლამენტს დობის გამოცხადებაზე, ხო, თავისი ნებით, ანუ ჩემი გაწეულ საქმიანობას შენ ენდობი თუ არ ენდობი. პარლამენტმა უნდა უთხრას არ გენდობი და მერე პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და რაღაცა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჯერჯერობით ჩემი აზრით ეს მოცემულობა არ ჩანს. ამიტომ ამის აწყობა რომ ეხა კამპანიის რო ეხა მაგალითად შემოდგომაზე არჩევნები იქნება, უბრალოდ ჯერ ფიზიკურად არ ჩანს, ანუ არ ჩანს. თვითონაც არ მგონია ეხა დღეს კობახიძემ მოინდომოს რაღაცა პოზიციების დათმობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ესეთი მონოლითური მოცემულობა არის, ხა ჩვენ ხო მაშინ სხვანაირად გითხრათ, ხო ხედავთ მათ ერთმანეთის დამოკიდებული იყოს დასავლეთის მხრიდან აი ეს ძალიან ისეთი იზოლაცია, რომელიც სხვა გამოსავალს არ დაუტოვებს უბრალოდ ქართულ ოცნებას, გარდა იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს. ჩვენ უნდა ვემზადოთ ყველანაირი სცენარისთვის, ყველა პარტია უნდა ემზადოთ, ჩვენ უნდა ვემზადოთ, ლელოც უნდა ემზადოთ, ალიანსიც უნდა ემზადოს, გირჩიც უნდა ყველა უნდა ემზადოს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი არის ეს სცენარი, შესაძლებელი არის რომ რაღაცნაირად უცებ ეს გამოჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპისთვის მე თუ მკითხავთ, აი დღეს შენ რას ფიქრობ, მე ვერ ვხედავ მაგალითად შემოდგომაზე არჩევნების. ანუ ამის კონსტიტუციურისაც გზაც არ ჩანს და ვადებში შეიძლება, მაგრამ შესაძლებელია ბევრი რამე არის. მე როგორ ჩაინიშნება ეს ვადამდელი ხა? თუ ჩაინიშნა სხვა დღის წესრიგით ქართული ოცნებას, სხვა პრობლემები ექნება, თუ ქართული ოცნების დღის წესრიგი ჩაინიშნა, მაშინ სხვა პრობლემა ოპოზიციის. ხო, სხვა მოცემულობა იქნება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ის რომ სიტყვაზე ვამბობ, დღეს ჩვენ არ ვიფიქროთ არჩევნებზე, თუნდაც იმ კონსტიტუციურ ვადაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი სცენარის უნდა მოემზადოთ. არჩევნები როგორ ჩატარდება, ეს სხვა საკითხია, რა სცენარით, მაგრამ ნებისმიერი სცენარის უნდა იყოს მზადებული. ყველანაირი იმიტომ რომ ალიანსის პოზიცია არის ის, რომ თუ ივანიშვილის ისევ ივანიშვილი ჩაატარებს არჩევნებს, ისე როგორც ატარებდა, ამ ბრძოლას შეძლო აზრი არ ქონდა შეიძლება. ზალ, კიდე ბევრჯერ მithქვამს და ამას სულ ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ 2012 წელს საარჩევნო მოცემულობა უფრო მძიმე იყო, თუნდაც ქართული ოცნებისთვის, ვიდრე დღეს არის საარჩევნო მოცემულობა. უფრო მძიმე იყო ამისთვის მე ჩემი არგუმენტები მაქვს. და ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ვეკამათო ამასთან დაკავშირებით. დღეს ყველანაირი მოცემულობა არის იმისთვის, თუ ქართულ ოცნებას არ ექნება შესაბამისი რეიტინგი, ქართული ოცნება არჩევნებს ვერ მოიგებს, ანუ მას ამ საარჩევნო კოდექსითაც კი არ ექნება იმის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს საარჩევნო მოცემულობასაც აქვს თავისი შეზღუდული ჩემი გადმოსახება, აი თუნდაც აი ბოლო ორი არჩევნები 24-ის და 25-ის არჩევნები რაც იყო თვითმმართველობის და პარლამენტის, ქართულ ოცნებას აქვს ზღვარი. ქართულ ოცნებას რომ დომოდა დაწერა და ანუ რო ქონოდა შესაძლებლობები, კიდე უფრო მეტი, იმიტომ რომ მათი ამოცანა არ იყო 53%, მათ უნდათ კონსტიტუციური უმრავლესობა. არსებობს რაღაცა ზღვარი, რომლის იქითაც სისტემასაც აქვს თავისი, ყველა სისტემას აქვს თავისი შეზღუდვები და თავისი ზღვრები. ქართულ ოცნების რეიტინგი თუ იქნება 30-35%, ქართული ოცნება ვერ დაიწერს 50%-ს. მაგრამ თუ იქნება ქართული ოცნების რეიტინგი 45%, შესაძლებელია 8% დაიწეროს. ეს მოცემულობა არის, ამიტომ შენ წინასწარ კომფორტი შეუქმნა, წინასწარ განწყობები დათესო. ხო გეუბნებით, აი ეს პროცესი რაც მოხდა 24 არჩევნების შემდგომ, ან იყო დიდი სიბრიყვე, ან იყო განზრახვა და ეს განზრახვა სამწუხაროდ აი ამ
ამ ორი ადამიანის ერთმანეთ უფრო ბრალდებაში კიდე უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩვენებს, იმიტომ რომ ერთი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აბრალებს მეორეს, რომ შენ აიღე ფული, მეორე აბრალებს, რომ შენ ჩამოგიყვანა ოცნებამ გარიგებით, მესამეზე ქართული ოცნება იძახდა, რომ ჩვენი აგენტი იყო და ანიტა ერქვაო, ვიღაცას გულისხმობენ, შეიძლება ის რაღაცა ფანტომი, რომელიც არ ჩანს დღეს და გვარს და სახელს საუბრობენ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისიც ოდესღაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო, ან ყოველ შემთხვევაში მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანდიდატი რაღაცეებზე. ამიტომ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, წავა და ეს პროცესი აქეთაც წავა, იქითაც წავა და ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებისთვის მზადება არის მნიშვნელოვანი. არჩევნებზე დატოვება ქართული ოცნების, რომ კიდე გაიხანგრძლივოს, კიდე ერთი წელიც ერთი წელიც ამ ქვეყნისთვის რას ნიშნავს? ერთი წელი ნიშნავს გაძვირებას, სოციალურ უთანასწორობას, პირდაპირ მნიშვნელობით, ნაკლები ბავშვის დაბადებას ნიშნავს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ 2020 წლის ბავშვთა დაბადების სტატისტიკა რო აიღო, მაგალითად 2020 წელს დაბადებული არის 46000-ზე მეტი ბავშვი. 37000 ბავშვი არის დაბადებული 25 წელს. ანუ ყველაფერი ქვემოთ მოდის. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს გალახავს პოლიცია, უფრო მეტად იძალადებენ, უფრო მეტი კორუფცია იქნება, უფრო მეტი ძალადობა იქნება და უსამართლობა პროკურორის მხრიდან, მოსამართლის მხრიდან. როგორ შეიძლება ამ პროცესში ქართული ოცნების დატოვება? მინიმუმ ხმის ამომღებიც აღარ დარჩება ბოლოს ამ ქვეყანაში. მადლობა ლევან.